არც თუ ისე ძველი დრო არ არის რა. ბებია და პაპა ეხლა ჯორობა აღარ არის უკვე, ცხენია. უკვე ისეთი ახალი პერიოდია უკვე კახეთში, რომ ცხენია რა, ჯორი აღარ არის, ვირი. ანუ უკვე იქ გაიგო რომ არსებობს ცხენი ეგეთ ცხოველი. ახალ ეტაპზე გადავიდა უკვე კაცობრიობა. ხო და? ამ ცხენი ტაჭკით მიდიან ახლა სიმინდის ათოხნად, კაცო, თოხნის პერიოდია. გაზაფხულობა მოდის რაღაცა ბალაკი. ანუ სედანიდან რომ ჯიპზე გადახვალ ეგ მომენტი. ეგეთი ვარიანტია. ოკა ჟიგულიდან რომ 0-ზე ვიძე გადმოიდნენ ეგეთი ბანი. ხო და? მოკლედ ამ ცხენი ტაჭკით მიდიან ხოლმე ეს ბაბუ და პაპა და იქაი თოხნიან სიმით საღამოთი ამოვლენ. ხო და? ამ შვილიშვილები კიდე სახში იტოვებენ ხოლმე, კაცო. დედმამა წასულები არიან. შვილიშვილებს სახში იტოვებენ ხოლმე, მაგრამ რო აი სახში რაღაცა არ იყო, მაგრამ ჯო ვეშმეშოკი, ეგრე ვეძახით, ვეშმეშოკი ქვია რა, ნახშირშიც რომ მიდიოდნენ ხოლმე, აი ეგეთი ის იყო რა ქვია, მატერია იყო, ჩანთა რაღაცა, საჭმელი ლაგდებოდა. ხო და ამ ვეშმეშოკით საჭმელი მიიქონდათ ხოლმე და ყვავები დატრიალებდნენ ხოლმე და უჭამდნენ ამ საჭმელი, ამ ბაბუ და პაპაი და მშივრე მოდიოდნენ შუადღის თვე რაჭამდნენ ვერაფერ კაცო. ამ შვილიშვილებს უთხრე რომ უკვე აღარ არიან პატარები. შვილო წამო, მაიტაო, აიო, არც თქვენი გათოხნა გვინდა, არც თქვენი დათესვა გვინდა, არაფერი არ გვინდაო. მაიტაო, იქვე ითამაშეთ ხოლმე ვეშმეშოკთან რომ ყვავი არ მიეპარო და არ ჩაჭამოიო, არ ჩაგვიჭამოე საჭმელი. ამათაც სკაში დაუჯდათ რა გევერთობითო, მე არხი პირზე აქ და გავცურამთ, გამოცურამთ რა გევერთობითო რა, მეტი რა საქმე აქვს და. წაეყვნენ და ესე იგი ესენი უკვე შუა პლანში არიან შესულები, ეთოხნიან და ეს პატრა ბიჭები თამაშობენ, ძმები არიან. ხო და ძალიან უნავარი ბალღები არიან, ძალიან უნავარი და ეს ვეშმეშოკი თავი ღია აქვს. და ყვავი შიგარ ჩავიდა პირდაპირ. ესენი აიგრე მიეპარნენ და წაუჯირე თავზე. ყვავსა. თხილად ამაიყვანე დაიჭირე რა ეს ყვავი. ბალღებმა. ხო და ეხლა უყურე ამაი რა უყო. 23 ასაფეთქებელი ჰქონდათ ახალი წლებიდან შემონახული. ძალიან უფეთქდება რა, აი ჯამები რო ისროდა ხოლმე ბალყობაში და ეს ასაფეთქებელი დაამაგრეს ამ ყვავს. მოუკიდე და გაუშვე და აქეთკენ წავიდა კაცო ამ ბაბუ და პაპასკენ. და ბაბოი რო თავზე გადაუფრინა და ყვა და გახეთქვა, ამან კიდე მიაწყევლა და მართლა უშხო და არ გასკდა ეყვავი კაცო და ამ პაპამ აი ეგრე თოხი დააგდო და მოიხედა ეგრე და დედა კაცო მეორედ აღარ დამწყევლო თორე დედას წოდეო ამი ხდება რა. აი ეგეთი